გამარჯობა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს სამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. და ხელს როგორ არის გაფუჭებული კაცო. რავი რა უშერო. ნაცარი და ჭრაქი სასოფლო-სამეურნეო კულტურებში ხშირი წვიმების შედეგად ატამსა და ვას დაავადება გაუჩნდა. როგორ უნდა ებრძოლონ ფერმერები სოკოვან მავნებლებს? ერთი ადრე მქონდა 5 წლის წინ, ეგეთი შემთხვევა და ერთი მეორედ ეხლა. თუ კი ამინდი გამოვა, ეხლა უნდა გამოუგლიჯოთ ამინდს აი ეს ჩვენი მოსავალი თორემ განადგურდება. ავტოსაგზაო შემთხვევა ბაკურციხეში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორია დაშავებული ჯანმრთელობის მდგომარეობა? ამ ეტაპზე კონტაქტურია პაციენტი, გემოდინამიკა სტაბილურია. აქცია სოფელ ქვემო ალვანში, კონგოში დატყვევებული სოსო ოსორაულის ოჯახმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინოთ. სად იმყოფება, როგორ იმყოფება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კახეთის ყველა მუნიციპალიტეტი იზეიმებს. რა ღონისძიებებია დაგეგმილი? 7 საათზე მოხდება ასე ვთქვათ, ჩვენი ბენდების მუსიკალური ნომრების შესრულება და 8 საათიდან შემოგვიერთდებიან მოწვეული სტუმრები დედაქალაქიდან. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იქნება მიძღვნილი ვეფხისტყაოსნის თემაზე. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო გამოშვების განმეორებით ნახვა ხვალდილი 10 საათზე შეგეძლებათ. ასევე გადაცემები და სიუჟეტები შეგეძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგწებნეთ ტელეკომპანია გურჯაანი, გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. ნაცარი და ჭრაქი სასოფლო-სამეურნეო კულტურებში ხშირი წვიმების შედეგად გურჯაანში მოსავალი უზიანდებათ. არამდგრადი ამინდების გამო ატმის ბაღებსა და ვენახებს ნაცარი და ჭრაქი გაუჩნდა. მოსახლეობა შიშობს, რომ თუ ზომები მალე არ მიიღეს, შესაძლოა დაავადება მასიურად გავრცელდეს. სოკოვანი მავნებლების საწინააღმდეგოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის საკონსულტაციო ცენტრი მათ რეკომენდაციებს აძლევს. ვერაიაშვილი განაგრძობს თემას. და ხელს როგორ არის გაფუჭებული კაცო. რავი რა უშერო. როგორ გავაკეთო არა წამლიკიზნაც რამე ყველაფერი. ასე გამოიყურება ჩუმლაყელი ფერმერის უშანგი ვარამიშვილის 9 ჰექტარზე გაშენებული ატმის ბაღი. მან რამდენიმე დღე ატმის ნაყოფზე დაავადება, ეგრეთ წოდებული ნაცარი შეამჩნია, მაგრამ წვიმის გამო მისი შეწამლა ვერ მოახერხა. ამბობს, რომ მოსავლის თითქმის 40% უკვე გაუნადგურდა. ეს მოწამლე 15-ში მაისს. იმის შემდეგ ეგ რამდენიმე გავიდა დღეები კიდე რო ისო კიდე მოვწამლე. როგორ რა ვიცი ისევე სიაქ რა. წამლი ბრალია, ამიზის ბრალია, როგორ რასაუბრალო რა ვიცი. არამდგრადი ამინდების შედეგად დაზარალდნენ ჩუმლახში სხვა ფერმერებიც. მათი ინფორმაციით ატმის ეს დაავადება გადამდებია და თუ მალე არ მიიღეს ზომები, შესაძლოა მეზობელ ბაღებსა და ვენახსაც გაუჩნდეს. ალბათ 1-2 ტონამდე ზარალია. სადღაც. და ეს წვიმების ბრალიც არის, წამლის ბრალიც არის, რა ვიცი, რას დავუბრუნებ დანარჩენი. 4-5 წელიწადია აკადემია და არა ყოფილა ეგეთი რამე. ერთი ადრე მქონდა 5 წლის წინ, ეგეთი შემთხვევა და ერთი მეორედ ეხლა. კლიმატის ბრალია ეს. მეტი სხვა არაფრისა. წამლები კარგია. მე წამლებს ვერ დავაბრალებ. აი ამინდები ყოველ დღე 2 დღეს წვიმა, ყოველ დღე წვიმა და ფაქტურად ამინდების გამოა ეს ყველაფერი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი გურჯაანში ივანე ბასილაშვილი განმარტავს, რომ ანალოგიური პრობლემებია მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც. არამდგრადი კლიმატური პირობების გამო მავნებლები ატამთან ერთად ვენახსაც გაუჩნდა. არამდგრადმა კლიმატურმა პირობებმა საშიშროება შექმნეს სასოფლო-სამეურნეო კულტურებში მავნებელ დაავადებათა გავრცელებისათვის. განსაკუთრებით საშიში პირობები შეიქმნა ვენახებში ჭრაქის თვალსაზრისით. რაც შეეხება ახლა ატამს, ატმის კულტურა მოგეხსენებათ აქეთ არის ძირითადად ჩუმლაყის და ახაშენის მიმართულებით. ამ სოფლებში სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ დაისეთყვა თვითონ ატმის კულტურა ისეთი მგრძნობიარე, რომ პატარა წერტილიც კი რომ მიიღოს ახლა სეთყვისაგან, ის ბოლომდე გადადევს. სოკოვანი მავნებლებისგან დასაცავად და მათ მოსასპობად ივანე ბასილაშვილი ფერმერებს ურჩევს ზომები ამინდის გამოსვლისთანავე მიიღონ და ძლიერ მოქმედი შხამით შეწამლონ დაზიანებული ატმის ბაღი. აი ეხლა ზუსტად ისეთი პერიოდია, რომ აუცილებელია
რომ შეიწამლოს. როდესაც ჭრაკზე შეგვაქვს ესა თუ ის პრეპარატი, მას უნდა შეერიოს ნაცრის საწინააღმდეგოდ და ტკიპებზეც აუცილებელია. ხვალიდანვე კი არა, დღესვე თუ კი ამინდი გამოვა. ამას წინათაც ესე იყო და ეხლა თუ კი ამინდი გამოვა, ეხლა უნდა გამოვგლიჯოთ ამით აი ეს ჩვენი მოსავალი თორემ განადგურდება. კახელ ფერმერებს გურჯაანის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო ცენტრში აფრთხილებენ, რომ რამდენიმე დღეა კახეთში მავნებელი კალია გამოჩნდა, რომელმაც კაჭრეთში ერთ-ერთ ფერმერს საგაზაფხულო ქერის მოსავალი გაუნადგურა. ამ შემთხვევაშიც გამოსავალი მხოლოდ მავნებლის აღმოჩენისთანავე პირველივე სტადიაში ნათესების შეწამლა. ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ბაკურციხეში ეგრეთ წოდებული ბარჯისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე BMW-ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დამცავ ჯებირ შეეჯახა. შედეგად 26 წლამდე ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლი კი დაშავდა. ის სხვადასხვა დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. ავტოავარიის შედეგად ჩვენ კლინიკაში შემოვიდა ერთი პაციენტი, მამაკაცი. ამ ეტაპზე მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, იმიტომ რომ ავტოავარია და პოლიტრაუმა აქვს. კვლევები დაწყებულია. ზოგადად ამ ეტაპზე რაღაც გადაუდებელი საოპერაციო ჩვენება არ აქვს. ამ ეტაპზე კონტაქტურია პაციენტი, გემოდინამიკა სტაბილური აქვს, მაგრამ მისი ესე ვთქვათ ტრავმების მიღებისგან გამომდინარე არის საშუალო სიმძიმის. მიმდინარეობს დაკვირვება და შესაბამისი მკურნალობა. აქცია სოფელ ქვემო ალვანში. კონგოში დატყვევებული ოსორაულის ოჯახმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი საგარეო საქმეთა სამინისტროს ოსორაულის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გავრცელებას კიდევ ერთხელ სთხოვენ. დღესვე მათ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე სპეციალური მიმართვაც შეიმუშავეს. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ და დაკავებული ქართველის ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ითხოვენ. დღეს ამ თემაზე სპეციალური ბრიფინგი საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. უწყების დაუზუსტებელი ინფორმაციით, კონგოში დატყვევებული სოსო ოსურაულის შეტაკებების დროს დაიღუპა. ეს არის ხარდამჭერი აქცია და გვინდა რომ ყველა ღონე, ყველა რესურსი გამოიყენოს ხელისუფლებამ ღირსეული მამულიშვილის, ჩვენი საამაყოშვილის, პატრიოტი ადამიანის დასახსნელად, ტყვეობიდან დასახსნელად. ჩვენ გვინდა რომ ყველაფერი იქნას გამოყენებული, ჩვენი ადგილობრივი რესურსებიცა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას საჭირო იქნება, რომ ეს ადამიანი, რომელიც სამხედრო პირია და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა, დახსნილი იქნას ტყვეობიდან. 4 თვეა ეს კაცი ტყვეობაში იმყოფება და ფაქტიურად მოწყვეტილები ვართ იმ ინფორმაციას, საათ როგორ და რანაირად ჩვენ გვაინტერესებს, რომ ეს პიროვნება ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინონ. სად იმყოფება, როგორ იმყოფება. დღევანდელი შეხვედრა უკავშირდება იმ ინფორმაციას, რომელიც ადგილზე გავრცელდა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოხდა შეტაკება, რომელსაც მოყვა მსხვერპლი და სამწუხაროდ შესაძლოა იოსებ ოსორაულიც იყოს მათ რისკში. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენ ყველა მხარეს, კონგოს მხარე, გაერო, წითელი ჯვარი თოვე გადასტურება. დღეისათვის დასტური არ გვაქვს არცერთი მხარისგან. სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს. ეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა მოხდეს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახიკალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს არის როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე მისი და მთავრობის სხვა წევრების პოზიცია. პარლამენტში ამაზე მსჯელობენ და გადაწყვეტილება დარწმუნებული ვარ მიღებული იქნება, განაცხადა კახიკალაძემ. ის ვარაუდობს, რომ გადაწყვეტილება კონსტიტუციაშიც აისახება. ზოგადად ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი აურზაური იყო, არისმენდნენ კონკრეტულად თუნდაც კობახიძის განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მოგახსენებთ ზოგადად მთავრობის მეთაურის პოზიციას და ასევე ჩემ პოზიციას სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია არის, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს. ეს არის როგორც პრემიერ-მინისტრის პოზიცია, ასევე ჩემი პოზიცია და მთავრობის წევრების პოზიცია და შესაბამისად
პარლამენტში ამაზე მსჯელობენ და გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით დარწმუნებული ვარ იქნება მიღებული. საქართველოს ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფი ეწვია. ისინი ქართული ღვინის ბაზარს შეისწავლიან. ჯგუფის შემადგენლობაში ღვინის იმპორტიორები, სომელიეები და ღვინის მწერლები შედიან. ხელმძღვანელი კი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანია Mark Energy-ს მმართველი ჯული პეტერსონია. ტურის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები კახეთში, ქართლში, იმერეთში, გურიასა და არაჭალეჩხუმში, სადაც ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს გაეცნენ. დააგემოვნეს როგორც ევროპული, ასევე ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინოები. როგორც Mark Energy-ს ხელმძღვანელი აცხადებს, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე მზარდია. We were in Racha ბევრი ღვინის მწერლისა და სომალიესთვის ეს პირველი ვიზიტი იყო საქართველოში. ჩვენ ვესტუმრეთ დასავლეთ საქართველოს რაჭას, იმერეთს და ჩხუბს, რადგან გვაინტერესებდა რა ხდებოდა იქ ღვინის სფეროში. ღვინ არიან მწარმოებლები, რომელი განსხვავებული ყურძნის ჯიშებია. რითი განსხვავდება აღმოსავლეთისგან აქაური ღვინოები. 3 დღის განმავლობაში კახეთში ვიქნებით. ვიმოგზაურებთ აღმოსავლეთ საქართველოში, რათა შევადაროთ აღმოსავლეთის სტილი და ჯიშების მრავალფეროვნება დასავლეთ საქართველოს ღვინოებთან. ეს ჩემი პირველი მოგზაურობაა საქართველოში. რამდენიმე წელია რაც ქართულ ღვინოებს გავეცანი, თუმცა აქ ყოფნა სრულიად განსხვავებული გამოცდილება. ბევრად რეალურია და ეს ადგილიც ძალიან ცოცხალია. საუკეთესო რაც შეიძლება ითქვას ხალხზე, ღვინოზე და კულტურაზე ისაა, რომ იგრძნობა რამდენად ნამდვილია ყველაფერი. განსაკუთრებით ღვინოები, რაც უმნიშვნელოვანესია ჩემს მკითხველს, გადავწერ, რომ ეს ერთ-ერთი უჩვენიერესი ღვინის ქვეყანაა, რაც კი ოდესმე მინახავს. მოკრძალებული და ნამდვილი. To convey to my readers. ბაზრის დივერსიფიცირება ქართული ღვინისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმას ყველა აღიარებს და თუ ავითვალისწინებთ იმას, რომ საუბარია ამერიკის ბაზარზე, ეს ორმაგად მნიშვნელოვანია ეს ბაზარი, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარი მსოფლიოში და ის ღონისძიებები, რომელიც ტარდება, ეს იქნება ღვინის გამოფენები თუ სხვა ღონისძიებები ამერიკაში თუ საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანია ამისთვის. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 9 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ გელათის, განათლების, ბაისუბნის, პატარა გორის, ზემო და ქვემო მსხალგორის შემდგომ გაზიფიცირების პროცესი კიდევ 3 სოფელში დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ და სოკარ ჯორჯი ეგაზის ლაგოდეხის სერვის ცენტრის ხელმძღვანელმა ზურაბ ხელაშუმა დაათვალიერეს. კომპანია სამუშაოების დასრულებას მიმდინარე წლის სექტემბერში გეგმავს. ვიყავით ადგილზე ჩამოსული, ვნახეთ თუ რა მდგომარეობაა, მასალები მოტანილი აქვს უკვე სოკარის ხელმძღვანელობას ადგილზე, ნაწილობრივი უკვე ჩადებულია მილები და ეს გაზიფიცირება დაახლოებით აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის თვემდე გაგრძელდება და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება უკვე შეიყვანოს გაზი საცხოვრებელ სახლებში და ამ ზამთარს უკვე შეხვდეს გაზიფიცირებული. სოფლები გახლავთ ქართული თემის სოფლები ბოლოკიანი და ნაცისქვილარი, პლუს მშვიდობიანი და დაგეგმილი არის აგრეთვე ნინიგორის თემის გაზიფიცირება, ეს ჩადებული არის როგორც ცნობილია თქვენთვის 2017 წლის გასადენის მშენებლობის პროექტში და უშუალოდ მშენებლობა მიმდინარეობს ბოლოკიანში და ნაცისქვილარში და პლუს მშვიდობიანში. პირველი ეკოლოგიური მნიშვნელობა იქნება ძალიან დიდი. რამე თუ გაზის საშუალებით ახლა დღევანდელ დღეს გათბობა არის თუ აბანოების მოხმარება თუ სოციალური საკითხები, კომუნალური საკითხები ძირითადად ნარგავობას შეშას საწმება. აი ეს ძალიან მოხსნის აი ამ პრობლემას. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები პარასკევს 26 მაისს კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება. დამოუკიდებლობის დღეს ყველაზე მასშტაბურად კი თელავში აღნიშნავენ. ამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40,000 ლარი გამოიყო. ღონისძიებები დილის 11 საათზე დაიწყება. დაგეგმილია გალა კონცერტი და ახალგაზრდული დისკოთეკა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განრიგს დღეს გიორგი ბაღანაშვილმა გადახედა. ნახოთ სიუჟეტი.
კახეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ყველაზე მასშტაბურად თელავში აღნიშნავენ. აქ ღონისძიებები დილის 11 საათიდან დაიწყება და 22 საათზე დასრულდება. ერეკლე მეორის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა სამხედრო ტექნიკის, ნახატების, წიგნებისა და ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა. გაიმართება საბავშვო მუსიკალური სტუდიებისა და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტები. ჩატარდება ინტელექტუალური თამაშებიც. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი მოსახლეობას პროექტ უსაფრთხო ქალაქს გააცნობს. საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით თელავში ავტომანქანებისათვის მოძრაობა 2 დღის განმავლობაში შეიზღუდება. თელავს კულტურის სამინისტრომ გალა-კონცერტის დაფინანსებაზე უარი უთხრა. ამიტომ 40,000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. თანხა ძირითადად სცენის დამონტაჟებაზე და თბილისიდან მოწვეული მომღერლების ჰონორარზე დაიხარჯება. მერია ასევე იყიდის ფეიერვერკს, რომელსაც კონცერტის დასრულების შემდეგ გაისვრიან. გალა-კონცერტის ჩატარება ერეკლე მეორის გამზირზე, ღია ცის ქვეშ, დიდ სცენაზეა დაგეგმილი. თუმცა უამინდობის შემთხვევაში მერიის კულტურის სამსახურის უფროსის განმარტებით საზეიმო კონცერტი თელავის თეატრის დიდ სცენაზე ჩატარდება. 7 საათზე მოხდება ასე ვთქვათ ჩვენი ბენდების მუსიკალური ნომრების შესრულება და 8 საათიდან შემოგვიერთდებიან მოწვეული სტუმრები დედაქალაქიდან და ვისაც უყვარს მაია ბარათაშვილი, ვისაც უყვარს სალომე ბაკურაძე, ბატონი თემურ ყვითელაშვილი, თემურ საჯაია და ნესტან ჯიბლაძე, ყველას ვეპატიჟები ერეკლე მეორის მოედანზე მათ მოსასმენად. ღამე ტრადიციულად თელავის ცაზე გამოჩნდება საზეიმო ფეიერვერკი. 26 მაისს შედარებით მოკრძალებულად აღნიშნავენ გურჯაანში. 12 საათზე შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. ასევე აღინიშნება შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე და ვეფხისტყაოსნიდან ნაწყვეტებს წაიკითხავენ. გამომდინარე იქიდან, რომ წელს ვეფხისტყაოსნის ანუ შოთა რუსთაველის 850 წელია აღინიშნება, ჩვენ ვეხმაურებით ამ ინიციატივას და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იქნება მიძღვნილი ვეფხისტყაოსნის თემაზე. ბიბლიოთეკის შენობაში მოეწყობა მოსწავლეთა გამოფენები თემაზე, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობა, ასევე ვეფხისტყაოსანი, იქნება დისკუსია, კიდევ სხვადასხვა გამოფენები, თვითონ ბიბლიოთეკა მოაწყობს, მუზეუმები მოაწყობს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იზეიმებენ დედოფლის წყაროშიც. დილის 11 საათიდან გაიმართება წიგნის პრეზენტაცია, გამოიფინება ნახატები, ჩატარდება ღვინისა და პურის ფესტივალი, მოეწყობა სპორტული და კულტურული ღონისძიებები. დედოფლის წყაროს კულტურის სახლში კი ასევე გაიმართება გალა-კონცერტი. დღესასწაულს ახალგაზრდული დისკოტეკა და ფეიერვერკი დაასრულებს. პრეზენტაცია ბიბლიოთეკაში წიგნისა დიდი ქართველები. შემდეგ ცენტრალურ მოედანზე იქნება გამოფენა გაყიდვა. დედოფლის წყაროში მცხოვრები მხატვრების და დედოფლის წყაროდან წასული ჩვენი მხატვრების. შემდეგ იქნება ფესტივალის გახსნა, პურისა და ღვინის ფესტივალი. ამ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ეთნოგრაფიული კუთხეები და დედოფლის წყაროში წარმოებული პროდუქცია და იქნება ამის დათვალიერება, გაყიდვა და ასევე დაჯილდოება. შემდეგ იქნება აღლუმი ტექნიკის დათვალიერება დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული. 26 მაისს კახეთის 8 რეგიონი აღნიშნავს და იზეიმებს. ღონისძიებები კი ძირითადად დილის 11 საათიდან დაიწყება. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი საქართველოს მთავრობას ვენეციის კომისიის რჩევების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ინტენსიურ კონსულტაციებს იღებს ვენეციის კომისიის წარმომადგენლებისგან. ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებები პროექტი იყო. ის ასევე შეეხო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და განაცხადა, რომ ევროკავშირი და ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს. ყველა შეხვედრაზე ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ცხადია იცვლება ბევრი რამ, მათ შორის საარჩევნო სისტემა. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია იმის თქმა, რომელი სისტემაა უნაკლო. ამ საკითხში ექსპერტი ვენეციის კომისია, ამიტომ ჩვენი რჩევაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ მათ რეკომენდაციებს დაუთმოს დიდი ყურადღება. შეხვედრებზე მათ ამის მზადყოფნა დაადასტურეს. იუსტიციის მინისტრმა თია წულუკიანმა ევროპარლამენტის დელეგაცია მიიღო. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. მხარეებმა სასამართლო რეფორმის ფარგლებში მიღწეულ პროგრესსა და ამ კუთხით არსებულ სამომავლო გამოწვევებზე ისაუბრეს. იუსტიციის მინისტრმა ევროპარლამენტარებს დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებებიც გააცნო. მათ მხარი დაუჭირეს ჩვენი ქვეყნისთვის ვიზა ლიბერალიზაციის
გადაწყვეტილების მიღებას და რა თქმა უნდა მათი ვიზიტი ჩვენთვის ამიტომაც თუნდაც არის ძალიან სასიამოვნო. საინტერესო შეხვედრა იყო იმ გაგებითაც, რომ ჩვენ ვისაუბრეთ მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმაზე, იმაზე თუ როგორ უნდა გაძლიერდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და როგორ უნდა წავიწიოთ წინ იმ ძალიან დიდ ხანდახან მტკივნეულ, მაგრამ უმნიშვნელოვანეს პროცესში, რასაც ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა ჰქვია და ეს ის პროცესია, რომელიც შედეგებს 2 დღეში, 3 დღეში არ იძლევა და მათაც ძალიან კარგად ესმის. ესმით მთავარია, რომ ჩვენ ერთმანეთს ვუსწრით ინფორმაციებს და ვიზიარებთ საუკეთესო პრაქტიკას. საქართველოსთვის ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაცია სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სამომავლო განვითარების თვალსაზრისით. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა ევროპის დღეების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარეებისთვის და მათი მოადგილეებისთვის გამართულ სემინარზე ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანი განაცხადა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრები. ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები ეტაპობრივად უკვე რეალობად იქცა. საქართველოს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ გამოწვევას საქართველოსსა და საქართველოსთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო, რასაც მოყვება პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ევროპის დღეების ფარგლებში ვატარებთ სემინარს ყველა მუნიციპალიტეტისთვის. საკრებულოს თავმჯდომარეები და მოადგილეები დაესწრებიან. წელს ტარდება პირველად მსგავსი ღონისძიება ევროპის დღეების ფარგლებში და სემინარის საკითხები შეეხება საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობას, სხვადასხვა ასპექტებს და იმ კონკრეტულ სიკეთეებს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ ასოცირების ხელშეკრულებით. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც ჩვენ კარგი ხნის წინ დავიწყეთ. ამას ქვია საერთოდ ევროპის პოპულარიზაციის კამპანია, თქვენ გახსოვთ ამას მოსდევდა ვიზის ლიბერალიზაციის კამპანია, ჩვენ მქონდა ნატოს დღეები, ეხლა გვაქვს ევროპის დღეები საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ცნობიერების ამაღლება არის ყველაზე მძიმე, ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი იარაღი, როგორც რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე თავისთავად ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისაღებების საქმეში. საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი თანამშრომლობის ახალი ეტაპი საქართველოს საპარტნიორო ფონდსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ უმსხვილეს და შანხაიში სიდიდით პირველ კომპანიას შორის. დავით საგანელიძის თქმით, ეს ფონდი ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად ქვეყანაში ახალ საინვესტიციო პლატფორმას და მყარ ფინანსურ ინსტიტუტს გააჩენს. ფონდის საწესდებო კაპიტალი $50 მილიონ შეადგენს. ჩინეთის ბაზარი $1.4 მილიარდიანი ბაზარი. დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის კი არა, ყველასთვის არის სასწაულად საინტერესო იმ მაღალი, ასე ვთქვათ, ძალიან მაღალი გადასახადების ფონზე, რაც ჩინეთის ბაზარზე შესვლისთვის არის საჭირო. და როცა ამის ფონზე საქართველოს ჩდება რეალურად მეოთხე ქვეყანა, რომელსაც იქნება თავისუფალი ვაჭრობა, ანუ ჩვენ გადასახადების გარეშე შევალთ ჩინეთის ბაზარზე ჩვენი საქონლით და მეოთხე ქვეყანა ავსტრალიის, ჩილეს და სამხრეთ ამერიკის მერე. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. მთელი მოწერა უშუალოდ დოკუმენტს შეიქმნა საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი 50 მილიონიანი კაპიტალით. ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების შეკვეთების მიღების და რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდნენ. ისინი შეკვეთებს ინტერნეტ საიტის მეშვეობით იღებდნენ და ნარკოტიკებს თბილისის სხვადასხვა უბანში კონკრეტულ მისამართებზე ტოვებდნენ. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში სხვადასხვა მისამართიდან ამოღებულია ბრალდებულების მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული 22 შეკრა ეგრეთ წოდებული ბიო. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული 186 შეკვრად დაფასოებული 333 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ეგრეთ წოდებული ბიო, 2 შეკვრად დაფასოებული ამფეტამინი, ნარკოტიკული საშუალება MDMA შემცველი 177 აბი და 2 ნატეხი ამოიღეს. პოლიციამ ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინისა და ავტომანქანის ჩხრეკისას 1 კილო და 550 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ეგრეთ წოდებული ბიო, 887 გრამი ამფეტამინის შემცველი ფხვნილი, ნარკოტიკული საშუალება MDMA შემცველი 91 აბი და 29 ნატეხი ამოიღო. გამოშვებაშია საერთაშორისო ამბები. დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე სერიოზულიდან კრიტიკულამდე გაზარდეს აღნიშნული შესახებ საგანგებო სამთავრობო კომიტეტის კობრას გუშინდელის ხდომის დასრულების შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა. ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ახალი ტერაქტი ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. მისივე თქმით, ამგვარი გადაწყვეტილება მას შემდეგ იყო მიღებული, რაც გამოძიებამ არ გამორიცხა, რომ მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის უკან შეიძლება გარკვეული ჯგუფი იდგეს. 22 მაისს მანჩესტერში სტადიონზე მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე სისხლიანი თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 22 მოქალაქე, ხოლო 59 დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვატიკანში რომის პაპმა ფრანცისკემ მიიღო. შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტსა და რომის პაპს შორის 30 წუთს გაგრძელდა. დონალდ ტრამპმა რომის პაპთან ფრანცისკესთან შეხვედრაზე საერთაშორისო ურთიერთობები, რელიგიებს შორის დიალოგის განვითარება და ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების დაცვის საკითხი განიხილა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კმაყოფილება გამოხატეს ვატიკანსა და ამერიკის შეერთებული შტატების შორის არსებულ ურთიერთობების მდგომარეობით. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ვატიკანსა და ამერიკის შეერთებული შტატების კათოლიკურ ეკლესიას შორის სამართლიან თანამშრომლობას ექნება ადგილი, რაც ჯანდაცვის, განათლებისა და მიგრანტებისათვის დახმარების გაწევას ემსახურება. ნათქვამია ვატიკანის პრეს-სამსახურის განცხადებაში. დისკუსიების ფარგლებში მხარეებმა ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სხვადასხვა საკითხებს ისაუბრეს. ახლა კი საინტერესო ომები, რომელიც პალიტრა ნიუსმა გაავრცელა. ისლანდიური ენა გაქრობის პირასა, ამის შესახებ ლინგვისტიკის ექსპერტები თანამედროვე საზოგადოების ქცევაზე დაკვირვების საფუძველზე ეუწყებიან. ქვეყანაში ინგლისური ენის ფართო გამოყენებამ ტურისტული თუ ტექნოლოგიური დანიშნულებით თანდათანობით შეამცირა ისლანდიურ ენაზე მოსაუბრე ადამიანების რაოდენობა, რომელთა რიცხვი ამჟამად 400,000 არ აღემატება. ისლანდიის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორის ასკერ იონსონის განმარტებით, საკუთარი ენის გარეშე ისლანდიას შესაძლოა ტვინების მასშტაბური გადინება დაემუქროს. პრობლემა უფრო ღრმა ხდება იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ტექნოლოგიები ისლანდიურ ენას არ კითხულობს. მოზარდების სკოლაში ისლანდიურ ენას საკმარის დონეზე არ სწავლობენ. გამოცდილება მაჩვენა, რომ ენა იკარგება მაშინ, როდესაც მოსახლეობა მის აქტიურ გამოყენებაზე ხელს იღებს. პოსტის მტრედები სახლის გზას ლანდშაფტისა და მაგნიტური ველის მიხედვით პოულობენ. მრავალი ექსპერიმენტის გათვალისწინებით მტრედები ორიენტაციის სხვადასხვა პრინციპს იყენებენ. ისინი მათ ერთი მეორეს მიყოლებით ამოწმებენ. სახლის ახლოს ისინი ძირითადად მიწისზედა ორიენტირებას ეყრდნობიან. შეუძლიათ ნაცნობი ავტოსტრადის პარალელურად ფრენა მათი მოსახვეების გამეორებით. უცნობი მხარედან სახლში დაბრუნებისას მტრედები მკვლევართა უმეტესობის აზრით მზისა და ვარსკვლავების მიხედვით ახდენენ ორიენტაციას. ასევე დედამიწის მაგნიტური ველის მიხედვით, რომელსაც უშუალოდ ნისკარტის ზემოთა ნაწილის ცვლილი მაგნიტური ნაწილაკების მეშვეობით გრძნობენ. და გამოშვების დასასრულს დღის სხვა ამბები. უნგრელი რეჟისორის კორნეი მუნდრუცოს ფილმის იუპიტერის მთვარე პრემიერა კანის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. სურათში მთავარ როლს მერაბ ნინიძე ასრულებს. წარმოშობით ქართველი ზუსტად 100 წარადგინეს მსახიობი კინოფესტივალზე ფილმის ჩვენებისას. სურათი საუკეთესო პროგრამაშია წარმოდგენილი. ფილმის ჩვენებას მაყურებლის ხანგრძლივი აპლოდისმენტები და კინოკრიტიკოსების დადებითი შეფასებები მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლება უკრაინის ქალაქ ლუცკში ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და 4 ოქროს მედლით დაბრუნდნენ. ოქროს მედალოსნები ილია ქოჩიაშვილი და შალვა ბებიაშვილი გახდნენ ამ უკანასკნელმა შტანგის ამოწევაში 265 კილოგრამი დაძლია და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. გამარჯვებულ სპორტსმენებს აეროპორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების და დაცვის დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები დახვდნენ. ახლა კი ეთერში ამინდის დროა. ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილის 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com, ასევე მოგძებნეთ Facebook-ის გვერდზე ტელეკომპანია გურჯაანი, გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. ჩვენი გამოშვება კი ამით დასრულდა. ნახვამდის.